დილამშვიდობისა დღეს 18 თებერვალია, დილის 8 საათი და 30 წუთი პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. სოფიო კუჭავა და გეგინე მსიწვერიძე ვიქნებით თქვენთან ერთად, მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. წარმატებულ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ. ჩვენ როგორც ყოველთვის ჩვენ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად შევეცდებით რომ საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ. სანამ გეტყოდეთ თუ იქნებიან ჩვენი სტუდიის სტუმრები, მანამდე ვნახოთ საეკლესიო კალენდარი. 18 თებერვალს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამე აღათიას, წმინდა მოწამეებს თეოდულიას, ელადის, მაკარის და ევაგრეს, წმინდა მოწამე თეოდოსის, ჩერნიგოვილ მთავარეპისკოპოსს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველაზე ილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. სულის უკვდავება როგორ ვიზრუნოთ გარდაცვლილთა სულებზე და მიცვალებულთა მოხსენიების წესები დიდ მარხვაში. თემაზე სასაუბროდ შემოგვერდება სანზონაში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური სამხედრო მოძღვარი დეკანოზი გიორგი ბერაძე. როგორ მოქმედებს გარემოცვა ადამიანის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე გადაცემის მეორე ნაწილში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ. შემოგვერდება ფსიქოლოგი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი ლანა სულხანიშვილი. ბერი ანდრიას ფონდში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ფონდის წლის შედეგები გააცნეს და თანამშრომლობის პერსპექტივაზე იმსჯელეს. საღამოს ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა და გადაცემის მსვლელობისას მის დასკვნით ნაწილში ვნახავთ სიუჟეტს. საინტერესო გადაცემა გეოლდებათ ვფიქრობ, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად. ახლა კი ვნახოთ ამდის პროგნოზი და გავიგოთ როგორი ამნია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში. დაუბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვერთა სანზონაში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური სამხედრო მოძღვარი დეკანოზი გიორგი ბერაძე. დილამშვიდობისა მამა გიორგი. დიდი მადლობა სტუდიაში მებრძანებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. დიდ მარხვისთვის ვემზადებით და მნიშვნელოვან საკითხებზე ვცდილობთ რომ ვისაუბროთ და ვესაუბროთ ჩვენს მაყურებელს სულის უკვდავება და როგორ ვიზრუნოთ მიცვალებულთა სულებზე და მათ მოხსენიებაზე. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი სასაუბრო თემა. პირველ რიგში რომ განვმარტოთ და შევახსენოთ კიდევ ერთხელ მაყურებელს
ვიცით რომ სული უკვდავია, რაში მდგომარეობს სულის უკვდავების არსი, რომ გავმარტოთ კიდევ ერთხელ ჩვენი მაყურებლისთვის. დიახ, ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხი არის, მით უმეტეს დიდ მარხვაში, სანამ დიდ მარხვაში შევალთ და ასე ვთქვათ მონაკვეთში კალენდარულად უკვე დავიწყებთ ცხოვრებას, მანამდე ვიცით რომ ხორციელი შაბათი უკვე არის მიცვალებულთა ხსენება, ხოლო დიდ მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე კვირა, ყოველი შაბათი ასევე არის მიცვალებულთა ხსენების დღე. ეს შემთხვევითი რა თქმა უნდა არ არის, რადგან ჩვენ გვევალება რომ არა მარტო ცოცხალ მოყვასებს ვემსახუროთ, არამედ გარდაცვლილებსაც ეს არის ეკლესიის ტრადიცია, მათთვის ლოცვა და მათთვის, ესე იგი, ევქარისტიული ერთობის ჩატარებისას მათი მოხსენება და მათ სახელზე ნაწილის ამოღება. მაგრამ ამასთან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი უნდა განმარტოთ ალბათ, რადგანაც ბევრისთვის ეს არ არის ხოლმე მაინდა-მაინც გასაგები და თავისთავად სულის უკვდავება არის ნებისმიერი ქრისტიანისთვის ამბოსავალი წერტილი და ასევე უმთავრესი არის საყოველთაო აღდგომა. ანუ ეს ორი უნდა გაიაზროს ქრისტიანმა. ჩვენთან ისე ხდება ხოლმე საზოგადოებაში, რომ ძირითადად მხოლოდ გარდაცვალების შემდგომ მდგომარეობაზე არის აქცენტი და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ სული უკვდავია, სხვადასხვა არიან ოპონენტები, არამართლმადიდებლები, ძირითადად უფრო არის დენომინაციები, რომლებიც ამბობენ, რომ სული არ არის და პირდაპირ მოხდება საყოველთაო სამსჯავრო, რაც არასწორია, ძალიან ბევრი მითითება გვაქვს წმინდა წერილში, რომელიც გვესაუბრება სულის არსებობაზე, მაგალითად იგავი მდიდარსა და ლაზარეზე, ასევე თავად მაცხოვრის სიტყვები, ესე იგი სახარების ბოლოს, როდესაც ის ავაზაკს ეუბნება, რომ დღეს ჩემთანა იყო 60-ში, ასევე როდესაც მოციქული განკურნებს ჭაბუკს, რომელიც გადავარდება ფანჯრიდან და ეტყვის, რომ სული მისთანა არის. ანუ სული, რა თქმა უნდა, უკვდავია, რა თქმა უნდა, გარდაცვალების შემდეგ ადამიანი არ იძინებს, არ ქრება და ამავდროულად სულის უკვდავი მდგომარეობა, სანამ იქნება მეორედ მოსვლა, ეს რა თქმა უნდა ცოტა რთული თემებია, ასე ვთქვათ, ზოგადი მსმენელისთვის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ საყოველთაო აღდგომა არის, ასე ვთქვათ, საბოლოო დანიშნულება ყველასი, ანუ გარდაცვალებაც ეს არის დროებითი მდგომარეობა. ჩვენ აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ჩვენთვის საყოველთაო აღდგომა, ანუ მეორედ მოსვლა და საყოველთაო სამსჯავრო და გარდაცვალება არის ერთი წერტილი, ანუ რეალურად ადამიანის ზრუნავს ემზადება და როცა ადამიანი გარდაიცვლება, მისთვის უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა შესაბამისად, თავარია რომ ამისთვის შესაბამისად ვემზადებოდეთ და რა თქმა უნდა გარდაცვლილებს ვიხსენიებდეთ. რატომ არის აღნიშნეთ, რომ არა მხოლოდ ცოცხალი მოყვასისთვის, არამედ გარდაცვლილებისთვისაც უნდა ვიზრუნოთ თავისთავად, თუმცა არა მხოლოდ ამ დიდ მარხვის სამშაბათს, არამედ ყოველთვის არის საჭირო მათი მოხსენიება, ხომ თავისთავად და რომ ვისაუბროთ ასევე იმაზე, ჩვენი ლოცვა, ჩვენი ეს ყურადღება, ჩვენი გარდაცვლილების მიმართ როგორ მოქმედებს და რაში ეხმარება გარდაცვლილთა სულებს. დიახ, ჩვენ, რა თქმა უნდა და კარგი შეკითხვაა, ჩვენ არ ვიცით ადამიანის ასე რომ ვთქვათ, სამკვიდრებელია გარდაცვალების შემდეგ, არ ვიცით ადამიანი რა მდგომარეობაშია. არსებობს ძალიან ბევრი წმინდა მამის სწავლება, რომელიც მაგალითად წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ როდესაც ჩვენ გარდავიცვლებით, ჩვენ არ ვიცით ცხონდებით თუ არა და არ ვიცითო ჩვენი საქმეები დაეწია თუ არაო ჩვენს მართლს. არის უცნაური შედარება მოყავს თქოს ერთ შეხედვით. ჩვენ ვიცით რომ საქმეებით ვერ ცხონდებით, წმინდა მარკოზ ეფესელი გვასწავლის, მაგრამ ამავდროულად გარკვეული გაგებით ქმედებები ჩვენგან საჭიროა და ჩვენ არ ვიცით სიცოცხლეში მოვასწრებთ თუ არა ამ ყველაფერს და ღვთის იმედზე ვართ. და ღვთის იმედზე ვართ ჩვენ და როდესაც გარდავიცვლებით, ჩვენ საკუთარი თავისთვის ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებთ და აქ შემოდის უკვე მოყვასის მხრიდან ჩვენი მსახურება და აი სხვათა შორის ჩემთვის პირადად არის ხოლმე მაგალითი მოყვასის მსახურების, როცა ადამიანი უძლურია, გახსოვთ განრღვეულის განკურნება, როცა მეგობრებს მიყავთ მაცხოვართან, სახურავს ახდიან სახლს და მეგობრებს მიყავთ მაცხოვართან. ახლა ესე პირდაპირ მიცვალებულთა მოხსენებაზე არ არის აქ საუბარი, რა თქმა უნდა, ცოცხალი ადამიანია, მაგრამ როცა ადამიანს უკვე ნებელობა აღარ აქვს, ანუ აღსრულებულია და უკვე მისი ცხოვრება დასრულებულია, ის უკვე ვეღარ იმოქმედებს, ასე რომ ვთქვათ. აქ, როგორც იმ ეპიზოდში არის, აქაც ერთმანეთის ზრუნვით ვახერხებთ, რომ გარკვეული გაგებით მათ შევეციოთ. და თავად უფალმა დააწესა ეს ვიღაც სიტყვის და განსაკუთრებით
არამორწმუნე ადამიანები, რომ რაში ჭირდება ჩვენი მოხსენება უფალმა განა თავად არ იცის, ვინ აცხონოს, ვინ არ აცხონოს, ანუ ჩვენს გარეშე ვერ შეძლებს. საქმე ეს არ არის, საქმე არის პირველ რიგში ის ევქარისტიული ერთობა, ჩვენ ვიცით, როდესაც ნაწილს ამოვიღებ ნებისმიერი კუთხით ასევე მიცვალებულთა სახელზე, ის ერთიანდება, ასე ვთქვათ, უკვე ბარძიმში და ერთიანი ზეციური და მიწირი ეკლესია დგება. და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს შევასრულოთ როგორც ქრისტიანობა და ამავდროულად მათზე ზრუნვით ჩვენ თავზე ზრუნავთ. იმიტომ რომ ეს ერთობა და ერთმანეთის მსახურება არის ქრისტიანის მთავარი დანიშნულება. დიახ, აი კონკრეტულად დიდ მარხვაში მიცვალებულთა მოხსენიების წესებზე რომ ვისაუბროთ, მამა გიორგი და შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს და განმარტოთ რა წესებზეა საუბარი კონკრეტულად და რა უნდა გაითვალისწინოს მრევლმა საზოგადოებამ ადამიანმა კონკრეტულად დიდ მარხვის პერიოდში. დიახ, ნუ ესე განსაზღვრული წესები, რომლებიც სხვა დროს არ არის რეალურად გარდა ამ პანაშვიდების არ გვაქვს. უბრალოდ, რა თქმა უნდა, ვეცადოთ, რომ მიცვალებულთა მოხსენების დღეებში მივიტანოთ საკურთხე ეკლესიაში, ზოგადად დავესწროთ მსახურებას და რა თქმა უნდა, თავისთავად ასევე ეკლესიებში არის ტრადიცია ეგრეთ წოდებული 40-დღიანი მოსახსენებლის. თუმცა ყველგან არ არის ეს ტრადიცია, მაგრამ ესეც გარკვეული გაგებით ემსახურება მიცვალებულთა მუდმივ რეჟიმში მოხსენების პრაქტიკას. ზოგადად ჩვენ უნდა რაღაცნაირად გამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან, რომ ეპიზოდური იყოს ჩვენი სულიერი ცხოვრება. აი ხშირად ამასინაც გქონდა მრევლთან საუბარი, აი რაღაც ეპიზოდის პერიოდის განმავლობაში მოვინდომებთ, ლოცულობთ, მარხულობთ, შემდეგ საერთოდ ვიკარგებით, შემდეგ ეს ეპიზოდურობა სულიერი ცხოვრების არის უშედეგო საბოლოო ჯამში. მცირე შედეგი შეიძლება იყოს, მაგრამ უშედეგოა. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ უნდა ვეცადოთ, რომ მარხვის გარდაც იგივე პრაქტიკა გქონდეს, უბრალოდ მარხვაში უფრო ინტენსიურია ეს ყველაფერი. და თავისთავად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდ მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე კვირას უნდა ვეცადოთ, რომ მათთვის ვთქვათ, ვილოცოთ, მოვიტანოთ საკურთხი, დავესწროთ პანაშვიდს, მაგრამ უმთავრესად თავად ვიყოთ ჩართულები მსახურებაში. რადგანაც ჩვენი ჩართულობის გარეშე ესეთი პრაქტიკა არის და მეც თავისუფლებას მივცემ და გავაჟღერებ პირდაპირ ეთერში, რომ როდესაც მოდიან ადამიანები, მოაქვთ მოსახსენებელი, ამ დღეებში ხდება ხოლმე ძირითადად, ასევე ხორციელის შაბათს, მოაქვთ ხოლმე მოსახსენებლები, მეზობლების, ნათესავების, თანამშრომლების და ჩვენ ვიხსენიებთ, ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის მოვიხსენიებთ რა რაოდენობის მოსახსენებელიც არ უნდა შემოვიდეს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის თანამონაწილეობის ფაქტორი. ანუ თავისთავად მოხსენება მოხდება, მაგრამ ის ადამიანი, ვისაც უნდა რომ თავისი მიცვალებული მოიხსენიოს, ეს მის გარეშე არ უნდა ხდებოდეს. არ არის ისე რომ მამაო, შენი ლოცე ჩემი მიცვალებულისთვის. აი იგივე ხდება მაგალითად სახლის კურთხევის დროს. ადამიანი სახლს აკურთხებს, შეიძლება ესე ხდება ხოლმე მოძღვრები დამეთანხმებიან, შენიწყებს სახლის კურთხევის მსახურებას და საერთოდ ზოგს ტელევიზორი აქვს ჩართული, გასულები არიან იქ, რაღაცას აცხობენ. გვახსენდება სახარებისეული იგავი, ხო? იგავი არა ბუდიში ამბავი მაცხოვრისა, რომ მართა ზრუნავ და შფოთხარ მრავლისათვის, აქ ერთი არ საქმე. ხო და ესე არ უნდა დაგვემართოს, უნდა ვიცოდეთ და დავსახოთ პრიორიტეტები. და ამიტომაც მე ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი უშუალო მონაწილეობა უნდა გვახსოვდეს მოხსენებისას და არა უბრალოდ მოძღვარს და ეკლესიას გადაულოცოთ ეს ფუნქცია და ჩვენ უბრალოდ გვერდზე გავდგეთ. ვინაიდან უნდა გვახსოვდეს, რომ რასაც გვასწავლის უფალი ვიზრუნოთ მოყვას, ხომ თავისთავად ყველაზე უმთავრესი რაც არის, როგორც სიცოცხლეში, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგ. ასევე ძალიან საინტერესო იქნება, მამა გიორგი, თუ ვისაუბრებთ იმ საკითხზე, გარდაცვალების შემდეგ რამდენად მნიშვნელოვანი არის ლოცვაზე ვისაუბრეთ, ხო? ასევე, როდესაც გასცემენ ხოლმე გარკვეულ ნივთებს, კეთილსაქმეებს აღასრულებენ მის სახელზე, ამაზეც ვისაუბროთ, ეს რეალურად არის თუ არა საშუალება იმის, რომ მათ სულებს შევეწიოთ. დიახ, ზოგადად აი ჩვენ ვახსენეთ, რომ ქრისტიანული ცხოვრება ეს არის ერთობით ცხოვრება, ანუ ერთობაში არის ქრისტიანი რეალიზებული ყოველთვის და ეს რა თქმა უნდა ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი, ნებისმიერი სათნოება, ნებისმიერი სიკეთე, რომელსაც ჩვენ შეიძლება ვაკეთებდეთ ღვთის მადლით ისევ, აუცილებლად შეეწევა ჩვენს მიცვალებულებს. რა თქმა უნდა, არის პირდაპირ გზები ჩვენი გარდაცვლილების მოხსენებისთვის, რომლებიც პირველი საუკუნიდან არსებობს, ხო, ეს არ არის რაღაც შემდგომი დანამატი,
როგორც ამას ოპონენტები გვედავებიან, მაგრამ ამის გარდა ადამიანს აქვს ირიბი გზებიც იმისთვის, რომ შეეწიოს თავის გარდაცვლილ თუ ცოცხალ მოყვასაც. ცოცხალ მოყვას როგორ ვეწევით? ჩვენ ვეწევით ჩვენი მაგალითით. ჩვენი როგორც სახარებაშია, ხო? სასანთლე უნდა იყოს, უნდა დაიდგას ისეთ ადგილას, რომ სხვებს გაუნათოს. ღვიმილსა ქვეშე კი არა, საწულის ქვეშ კი არ უნდა იყოს, არამედ ყველას უნდა გაუნათოს და ჩვენ თუ ეს შუქურა ვიქნებით, მადლის მატარებლები ვიქნებით, უკვე შევძლებთ, რომ იმ ადამიანებს გაუნათოთ გზა ამ ქვეყნად იქნება თუ იმ ქვეყნად, ვინ ჩვენგან ლოცვას ელის. ამავდროულად ეს რა თქმა უნდა მოხსენებას არ ნიშნავს პირდაპირ გაგებით, მოხსენება მაინც მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი ქმედებები აუცილებლად იმოქმედებს ჩვენი ესე ასწავლის ეკლესია, ჩვენი გარდაცვლილი სულების იმ ქვეყნიურ ხვედრზე, ასე რომ ვთქვათ, რომელსაც რა თქმა უნდა უფალი განსაზღვრავს, ეს რამე ავტომატური ამბავი არ არის. ამასობაში აი პირდაპირ გვასწავლის ეკლესია, რომ მოწყალების გაცემა მათ სახელზე. დიახ. სიკეთის კეთება განსაკუთრებით ეს ხდება ხოლმე ისეთ გარდაცვლილებზე, ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომლებსაც გადაუშვათ წესი ვერ აეგო, როგორებიც არის თვითმკვლელები მაგალითად, ან ეკლესიის მგმობარები, ან ასე შემდეგ. ან ასევე მოუნათლავი ადამიანები, ვინც ფიზიკურად, ოფიციალურად, ვისაც ეკლესია ვერ იხსენიებს, მათ სახელზე უბრალოდ მოწყალების გაცემაც კი არის კარგი ეკლესიის სწავლები. ჩვენ არ ვიცით ამით კონკრეტულად რითი შევეწევით, მაგრამ ეკლესია ესე გვასწავლის და ჩვენს ამ დროს ღმერთს მივენდობით და ვცდილობთ რომ თავი ჩვენი დავდოთ მოყვასისთვის და შევიყვაროთ მოყვასი ვისაც და თავისთვის და თქვენ სწორად ბრძანეთ რომ მარტო ცოცხალი მოყვასის მსახურება არ გვევალება. გარდაცვლილი მოყვასიც ისევე საჭიროებს ჩვენგან შეეწიროს. შეიძლება უფრო მეტადაც, რადგანაც მას უშუალოდ ასე ვთქვათ, თავისუფალინების აღსრულების და რეალიზების საშუალება უკვე აღარ აქვს. დიახ. აი მამა გიორგი, არის სამწუხაროდ შემთხვევები, როდესაც ადამიანს გარდაეცვლება ოჯახის წევრი და ამის შემდეგ რაღაც გარკვეული გულისწყრიული გულისწყრომა აქვს ხოლმე სულიერი მოძღვრით და ზოგადად ეკლესიის მიმართ. დროებით ბუნებრივია მორწმუნის შემთხვევაში თუ ვსაუბრობ და სამწუხაროდ თუ მოხდება ასეთი შემთხვევა ბუნებრივია ამ თემას განვიხილოთ. რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად მნიშვნელობა რომ განვიხილოთ და შევახსენოთ და უთხრათ ჩვენს მაყურებელს მიცვალებულთა სულისთვის რომ ილოცოს ადამიანმა ეს რამდენად მნიშვნელოვანია რომ არ დაივიწყოს არასდროს არის სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები არაერთი თან ჩვენს რეალობაში რომ თითქოს აღარ სჭირდება მიცვალებული სულს მოხსენიება თითქოს ეკლესიასთან ურთიერთობა დაივიწყა განერიდა განეშორა ადამიანი ეკლესიას იმის შემდეგ რაც ოჯახის წევრი გარდაეცვლება აი ამის მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ რომ აუცილებელია ახალ გარდაცვლილის მით უმეტეს აი 40 დღის პერიოდში ლოცვების კითხვა რომ მოიხსენიოს საკუთარი მიცვალებული. კარგი საკითხია. უბრალოდ აქ ორი ძირითადი პრობლემა არის ხოლმე რაც შემოგვედრია. ერთი არის რაც თქვენ ახსენეთ რომ ადამიანი პირობითად სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, სახსარებას ამბობს, ეზიარება, ანუ ევქარისტიული ასე ვთქვათ ერთობის ნაწილია, ეს არის ერთ შემთხვევა. და შემდეგ ადამიანი გარდაეცვლება ახლობელი და უფრო მომეტებული მონდომების მიუხედავად გადის ეკლესიიდან ეს ერთი შემთხვევაა. და მეორე შემთხვევა არის პირიქით, როდესაც ადამიანი არ არის ეკლესიური, გარდაეცვლება ახლობელი და ამის შემდეგ ხდება ეკლესიური და ესეც დროებითი აღმოჩნდება ხოლმე. ორივეს მიზეზი არის ერთი, ეს არის მცირედ მორწმუნეობა. მცირედ მორწმუნეობა არ არის ურწმუნოება. ჩვენ სახარებაში გვაქვს ეპიზოდი, როდესაც პეტრე მოციქულს მაცხოვარი ეტყვის, რომ მცირედ მორწმუნეო, რა ისე შეორგულდი, როდესაც გვახსოვს ტალღებში ჩაძიროს იწვევს პეტრე. პეტრე არ არის ურწმუნო, ურწმუნო ადამიანი წყალზე ვერ გაივლის. მაგრამ ის არის მცირედ, მას შეეპარა ეჭვი, შეხედა ქარიშხალს, შეხედა ღრუბლებს, როგორი წვიმა იყო, როგორი ხელვა იყო, ჩვენც ესე ვართ, ჩვენ რეალობას ოდესაც უყურებთ, წავაწყდებით იმ რეალობაში აი ბერი იოსებ ატოპედელი საოცარ სიტყვებს ამბობს, რომ ოდესაც გექნება განსაცდელი და ქარიშხალი, ზუსტად მაშინ გამოჩნდება შენი რწმენის ნაყოფი. ანუ რა ნაყოფი გაქვს? სანამ შვიდობა არისო, მანამდე ზარჩანს. და სამწუხაროდ ეს გარდაცვალება არის ხოლმე გარდამტეხი წერტილი. თქვენ შემთხვევაზე რომ ვისაუბროთ, ალბათ ეს ყველაზე ცუდი შემთხვევა იქნება, რადგანაც ადამიანი წესით უკვე შემზადებული უნდა იყოს იმისთვის, რომ სიკვდილს შეხვდეს ჯანსაღად გარდაცვალებას, რადგანაც მთელი ეკლესიის სწავლება აგებული არის სიკვდილის მარადის ხსოვნაზე. წმინდა იოანე სინელი გვასწავლის, რომ სიკვდილზე ფიქრით იღვიძებდა და იძინებდა ეს რაღაცა შეშფოთებას და შიშს კი არ ნიშნავს, არამედ უბრალოდ რეალისტური მდგომარეობა. და როდესაც ადამიანი
ამ შემთხვევაში უკვე ეკლესიიდან გადის ასე დროს, ზოგს ბრძოლები ეწყება, ზოგი აგრესიული ხდება, ზოგი ამბობს, რომ მე ესე ხო კარგად ცხოვრობდი და რატო დამემართა. ეს არის ღმერთთან მიზეზშედეგობრივი დამოკიდებულების პრობლემა. ანუ ჩვენ ესე წარმოგვიდგენია, რომ ჩვენ როდესაც ლოცულობთ, მარხულობთ, ვეზიარებით აღსარებას ვამბობთ, ჩვენ არ შეგვეხება დაავადებები, ჩვენ არ შეგვეხება სიკვდილი, განსასწრელი, უსამართლობა, დევნა, შეურაცხყოფა, პირიქით არის და როდესაც ჩვენ ვინათლებით ნათლობაში, შებუცების ლოცვების და შემდგომაც ისეთი სიტყვები წერია, რომ ჩვენ თანადავეფლენით მას, ხო, მაცხოვარს და ასევე მის დანჯვას, მის ტკივილებს. ჩვენ უნდა ვიაზრებდეთ, რომ ეს კომფორტის გზა კი არ არის, არამედ განსასწრელების და განსასწრელის ერთ-ერთი სახე არის სამწუხაროდ გარდაცვალება. ჩვენ არ უნდა გავსაჯოთ თავისთავად ესეთი ადამიანები და იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი ეკლესიის ძიახს დაუბრუნდებიან, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ასე დროს მე პირადად არ ვცდილობ ხოლმე, როდესაც თქვა გარდაცვლით უმეტეს ახალგაზრდა თუ ზოგს შვილი გარდაეცვლება ზოგს, ბევრი უბედურება ხდება, ასე დროს არ ვცდილობ ახლა პირველივე დღეებში ასე დიდაქტიკური იმით თქვა სიტყვებით გამოვიდე და ხო ნერვიულობ, ხო იცი რომ ის არ მომკვდარა და ანუ იმიტომ რომ ადამიანურად პირველ დღეები ნებისმიერისთვის რთულია. ჩვენ ვიცით სამწუხაროდ მოძღვრები, რომლებსაც შვილები გარდაეცვალათ, მათ რა განა არიცოდნენ და არიციან, მაგრამ მათ უმძიმთ ეს. ყველას უმძიმს, ყველასთვის ძნელია. და პირველ დღეებში და განსაკუთრებით პირველ პერიოდში აი რაღაცა მათთვის რაღაც ისეთი მოთხოვნების დაყენება არასწორია. თუმცა შემდგომში როცა ადამიანი უკვე ეგუება გარკვეული გაგებით ამ ყველაფერს, მან უნდა მოიკრიბოს ძალები და დაიწყოს ამ ადამიანის თვის ზრუნვა და როგორც უკვე ვახსენეთ, ამ ადამიანისთვის ზრუნვა და საკუთარი სულისთვის ზრუნვა უნდა იყოს ერთი პროცესი, აი არ არსებობს ადამიანი ლოცულობდეს მხოლოდ თავის გარდაცვალების თვითონ იყოს სულიერად ასე ვთქვათ მყიფე და ცივი. მეორე შემთხვევაც იგივე პრობლემა არის, ადამიანი სულიერად არ ცხოვრობდა, შემდეგ ეს არ არის ცუდი, ალბათ შეიძლება უკეთესი მდგომარეობაც არის, დაიწყოს ზრუნვა თავის გარდაცვალზე, მაგრამ ერთგვარი გაგებით რაღაც პერიოდში ეს გაუბრალოვდა, რადგანაც მან ჩათვალა, რომ ყველაფერი გააკეთა. ესეც არის ხოლმე. აი ახალგარდაცვლილი როცა არის ხოლმე, ყოველ შაბათ-კვირას მოდიან, ეზიარებიან კიდეც პანაშვიდები სასაფლაოზე. აი ვიცით ხო ქართული ტრადიციაც იქ 9 დღეს გასვლა, 40 დღეს ქრისტიანულიც. წლის თავზე ეს ძალიან აი შემდეგში უკვე თითქოს აღარ არის ეს აუცილებელი და აი მე ყველაფერი გავაკეთე ჩემი მიცვალებულისთვის, შემდეგ არის ხოლმე ძალიან ბევრი შეკითხვები. ეს როგორ გავაკეთო, ისაც წავიღო, ისა დავაქციო, ის როგორ მოვიტანო, სადავდგა, ეს თითქოს ჩართო, მაგრამ მე უკვე ნელდება. რატო? იმიტომ რომ თავის დროზე სწორი მიზნით არ ვაკეთებდით ამას, ჩვენ რაღაცა ისევ და ისევ მიზეზშედეგობრივი მექანიკურად შეიძლება. მექანიკურად რა გაგებით და მიზეზშედეგობრივი კავშირით, აი როგორც სამწუხაროდ წარმართი ღმერთების საფურება როგორც არის, მე რაღაცა შევწირავ და მის ღმერთის გულს მოვიგებ და ის ხონზე ესე არ მუშაობს. ქრისტიანობა თავად მაცხოვარი ამბობს, წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი. ასევე ფსალმუნში ამბობს დავით მეფის სიტყვებით, რომ რა თმინდა ეს ყანები და სათესები და ყველა მინდორველი ჩემი არ არის. ჩვენ როცა ვწირავთ უფალს რაიმეს, ჩვენ უფალს კი არ ვასიამოვნებთ ამით. ამით ჩვენ გამოხატავთ ჩვენს მზაობას ჩვენთვის და ჩვენი გარდაცვლილისთვის. ფსალმუნების კითხვა რამდენად მნიშვნელოვანია, ამაზეც ვისაუბროთ, მამა გიორგი. დიახ, ფსალმუნები არის სულიერი ძალიან დიდი ნუგეში, განსაკუთრებით მე-17 კანონი და არის ეკლესიაში ესეთი ტრადიცია, განუწყვეტელი ფსალმუნები, როცა გარდაცვლილი არის ოჯახში, ღამესაც უთმევენ ხოლმე. ნუ დღეს ეს ტრადიცია მთლად ისეთი აქტიური აღარ არის ხოლმე, არა მორწმუნე ოჯახებში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რადგან ითვლება, რომ ფაქტობრივად ამ ფსალმუნებით ისეთი სულის სიმშვიდე მოდის ახლობლებისთვისაც და მიცვალებულებსაც შევეწევით. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველი 40 დღის განმავლობაში მუდმივად წირვაზე მოხსენება მათი სანამ საბოლოო სამკვიდრებელი იქნება მათი სულისა, ვიდრე მეორედ მოსვლამდე და ასევე რა თქმა უნდა მათ სახელზე წირვის დაყენებაც ეგრეთ წოდებული შეკვეთილი წირვა არის ასევე ძალიან სასარგებლო და მამა გაბრიელის სიტყვებს დავესესხები, რომ წირვა ისეთი მადლია, რომ ადამიანს რომ შეეძლოს და უბრალოდ ხვდებოდეს, ეს რა არის, ტვერს აიღებდაო ტაძრის, ასე ვთქვათ,
შიდა ნაწილი და მტვერს აიღებდა სახეზე წაისვავდაო და ამით გაიწმინდავდა სახესო იმდენად დიდი მადლიაო და ეს არის ევქარისტიული ერთობა მიცვალებულისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათი მოხსენება წიროში. მამა გიორგი, აი მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა, ის წესები, რაც დიდ მარხვაში უნდა გავითვალისწინოთ, ზოგადად მთელი წლის განმავლობაში იქნება ეს მარხვა ხსნილი, რამდენად სწორად ესმით და სწორად აღქმადი შეიძლება იყოს მოზარდებისთვის, ბავშვებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ბავშვებს და მოზარდებს, რომ შემდეგ თავადაც სწორად გააგრძელონ ის საქმე და ის პროცესი, რასაც შესრულების შემთხვევაში ვსაუბრობთ ხომ ახლა. ხო, მე ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ნაკლებად უნდა გავაკეთოთ აპელირება წესებზე, ამიტომ რომ წესი ყოველთვის თუმეტეს ახალგაზრდა ადამიანისთვის ასოცირდება რაღაც შეზღუდვასთან, რაღაც სასჯელთან შეიძლება რაღაც გარკვეული გაგებით ადამიანი თქოს ლიმიტირდება. ამიტომ აქ წესები როცა შემოდის, წესი უფრო დავარქვათ, მოდი დღის წესრიგი იცვლება, მაგალითად სხვანაირი მსახურება, ხო, თქვათ ალილუიას მსახურება, ღმერთი უფალი მსახურების მაგივრად, ცოტა გრძელი მსახურებები, ანუ წირვა, ხო, თქვათ ბასილედის წირვა. და ეს ყველაფერი ისე უნდა აუხსნათ, რომ მისთვის გასაგები გახდეს, არა ისე რომ ეს წესიად უნდა გააკეთო, არამედ რა დგას ამ ყველაფერს უკან. ანუ ჩვენ იმიტომ კი არ ლოცულობთ დიდხანს რომ რაღაცა ესე ადამიანურჩა, არამედ ამ გზით უფრო მეტად ვემსახურებით საკუთარი სულის განწმენდას, უფრო მეტად ვიხსენიებთ ადამიანებს და მათ შორის მიცვალებულებს. ანუ გარკვეულად ბუნებრივად უნდა მოხდეს მოზარდისთვის, მithumetes ეს პროცესი რომ გახდეს მის. კი და მე ასევე, როდესაც აი მარხვაზე მიდგება საქმე, ვცდილობ ხოლმე რომ ასაკი გავითვალისწინო ჯანმრთელობა, ზოგი სპორტზე დადის, ზოგი ასე შემდეგ. ანუ მარხვაც მოზარდის შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალურად გათვალისწინებული ნიუანსებით. ზოგს რძის ნაწარმოზე ჭირდება კურთხევა, ზოგს რაღაც სერიოზული დეფიციტი ადგილ შეიძლება ხორციც გახდეს მისთვის საჭირო პატარებზეა საუბარი. და აქაც მაქსიმალურად რა თქმა უნდა ეს არ უნდა იყოს გადამეტებულ ფორმებში ეს შეღავათები, მაგრამ განსაკუთრებით მოზარდმა უნდა იგრძნოს რომ ის რაღაც მარწუხებში კი არ მოვაქციეთ, რომ აქედან არ გაიქცეს. არამედ მას თავად კონდეს სურვილი ეკლესიაში სიარულის და ჩვენთან ურთიერთობის. სულიერად იმარხულოს, ხო, რაც რა თქმა უნდა, სულიერადაც, ფიზიკურადაც, გონებრივადაც და ყველანაირად. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი არის მამ გიორგი, სანამ ადამიანის სული დატოვებს, ასე ვთქვათ, ხომ თუ ავადობს და სარეცელზეა უკვე მიჯაჭვული და ასე შემდეგ. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ოჯახის წევრი ცდილობს თითქოს ზოგი რომ აზიაროს, მაგრამ ზოგიც თავს იკავებს, რომ ამით არ შეაშინოს ადამიანი, რომელიც ავადობს და არ ვიფიქროს, რომ უკვე დადგა მისი აღსასრულის დღე და ასე არ აგრძნობინოს თავი. რამდენად მნიშვნელოვანია თავად ეს მომენტი, რომ სანამ სული დატოვებს ხორცს, მანამდე რომ ეზიაროს. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი არის და პირდაპირ ეკლესიის ტრადიცია გვასწავლის, რომ რა თქმა უნდა სიკვდილის წინ აღსარება და ზიარება ეს არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ფუფუნება ფაქტობრივად, აი ადამიანი ძალიან მადლიერი უნდა იყოს ღვთისა თუ ამის საშუალება მიეცა, რადგანაც ჩვენთვის თუ არსებობს მყისიერი გარდაცვალება, როდესაც ჩვენ საერთოდ ვერც ვიაზრებთ, რომ ეს ხდება. მეორე მხრივ, ის რატომაც არის ხოლმე ეს აღქმული, რომ მამაო მომიყვანეს და ესე იგი უკვდები, ისევ და ისევ ასეთი შემთხვევები მეც ვქონია ხშირად, მე ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა ესეთი ცოტა წინასწარ ვთხოვო ხოლმე, სანამ ეს ძალიან ბოლო მდგომარეობაში იქნება, რომ ადამიანს გარკვეული გაგებით აი თითქოს გაცნობითი ხასიათი მიუცე, ანუ მამაო იმიტომ კი არა მოვედი რომ რაღაც უბრალოდ მოვემზადოთ იმისთვის რომ დაუშვათ რაღაცა თუ გართულდება ღვთის იმედად ვიყოთ ან უბრალოდ გულზე მოგვეშვას და ჯანმრთელობაც გაუმჯობესდება. ხა აღსარება ადამიანს 60-70 წელი არ უთქვამს და პირველად ამბობს. ეს სულდათ არის ამ ყველაფერზე ნერვიულობს, დარდობს, ყველაფერი ახსენდება, ზოგს პირიქით მეხსიერება საერთოდ ებლოკება და ასე დროს ელემენტარული შვება არის აღსარება და ჯერ ამაზე უმახვილებ ყურადღებას და ასევე იმ დიდ მადლზე, რომელიც მაცხოვრის ხორცსა და სისხლის მიღებას თანახმობს. მეორე მხრივ, თუ ესეთი პანიკური ხასიათის შიში აქვს მოძღვარს და ინახავს, ეს ისევ და ისევ მეტყველებს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მისთვის იყო მოძღვარი, როგორც რაღაცა სიკვდილის წინა რიტუალი. აი წარმოიდგინეთ, ბოროტი ძალა როგორ გვაცდუნებს ჩვენ, რომ რამდენისგან მსმენია, რომ ეს სიკვდილის წინ მოვინანიებ.
სიკვდილის წინ ვიტყვი აღსარება, სიკვდილის წინ ვეზიარები. და დგება სიკვდილის წინა მომენტი და ან საერთოდ ესეთი ადამიანი თუ მანამდე ამისთვის არ ემზადება, ვერც კი ხვდება, ისე მოდის ეს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში და ყველაზე ოდნავ უკეთეს შემთხვევაში ადამიანი ხედავს მოძღვარს და ის ფიქრობს, რომ ის უნდა გარდაიცვალოს. ანუ ადამიანისთვის, აი რამხელა ნონსენსია, წარმოიდგინეთ, რომ ადამიანისთვის მარადიული სიცოცხლის წყარო, ქრისტეს თქვენ ხო გვახსოვს, ვინც ამ წყაროსგან, ესე იგი, შეჭამს, ვის არ მოკვდება, როდესაც დედაკაც ეუბნება და შემდგომში უკეთ პირდაპირ ამბობს, ხო, უკეთ უშჭამოთ ხორცი და სხვა სისხლი. ესეთ რამეს ამბობს, რომ ესე იგი, თუ ადამიანი ვამბობთ ჩვენ, რომ ამ სიცოცხლის წყაროს მივიღებთ და ეს არის ჩვენი სიკვდილთან კავშირი, ანუ სიცოცხლის წყაროთი ჩვენ ვიწყებთ იმაზე ფიქრს, რომ გარდავიცვლებით. აი, ცოტა შეუსაბამოა, ამიტომ ადამიანი თავიდანვე უნდა ემზადებოდეს გარდაცვალებისთვის. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისა და საინტერესო საუბრისთვის, მამა გიორგი, დაგემშვიდობებით. სანზონაში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის ღვთისმსახურის სამხედრო მოძღვარი დეკანოზი გიორგი ბერაძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ერთად აღვავლინოთ უფლისადიდებელი ლოცვა და დაგებრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად დაგვეულდეთ. Ideba malaltashi nometsa ამოჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მეუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს,
სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად, როგორ მოქმედებს გარემოცვა ადამიანის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე. ამ თემაზე სასაუბროთ შემოგვიერთდა ფსიქოლოგი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი ლანა სულხანიშვილი. დილამშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს ერთგულ მაყურებელს. ძალიან საინტერესო საკითხზე გვიწევს საუბარი, გარემოცვა რამდენად ახდენს გავლენას ადამიანის განვითარებაზე, პროფესიულ განვითარებაზე, პიროვნულზე. რა არის გარემოცვა? მოდით თავდაპირველად ამით დავიწყოთ საუბარი, იმიტომ რომ მხოლოდ რაღაც გარკვეული ფიზიკური სივრცე არ იგულისხმება ამ ყველაფერში, არამედ ოჯახი, სამსახური და ყველა ის ადამიანი, ვინც კი ჩვენს გარშემო ტრიალებს ალბათ, ხო? თქვენ პროფესიულ ჭრილით, ასე ვთქვათ, უფრო მეტად რომ განგვიმარტოთ, თუ რაზე გავლენას ახდენს თითოეული ეს კომპონენტი ადამიანის ჩამოყალიბებას. ძალიან დიდი მადლობა, რომ სასაუბროთ ეს თემა შეარჩიეთ და მე ვფიქრობ, რომ მართლაც ერთ-ერთი აქტუალური თემა და ერთ-ერთი აქტუალური საკითხი არის. მადლობა მოწვევისათვის და აქვე მინდა შესავალშივე აღვნიშნო, რომ ეს საკითხი არ არის მხოლოდ ფსიქოლოგების შესწავლის საგანი და ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ინტერდისციპლინარული კვლევის, ასე ვთქვათ, საკითხსაც წარმოადგენს. არაერთხელ გვითქვამს და არაერთხელ აღგვინიშნავს და ბუნებრივი არის, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ საჭიროებიდან გამომდინარე, რომ ადამიანი არ არის მხოლოდ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური ან სულიერი არსება. ადამიანი არის ბიო-ფსიქო-სოციალური და სულიერი არსება. ამიტომ მის განვითარებაზე თანაბრად ახდენს გავლენას ცალკეული სფერო და ამავდროულად ამ სფეროთა ურთიერთქმედების, ასე ვთქვათ, შედეგი ეს დინამიური პროცესი ერთგვარად შეიძლება ითქვას, რომ არის წინაპირობა ადამიანის განვითარების. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, როდესაც საუბრობთ ადამიანზე, მის განვითარებაზე, იმ გარემო ფაქტორებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის განვითარებაზე, ხაზგასმით უნდა აღნიშნოთ ასევე გენეტიკური წინაპირობები. გენეტიკური წინაპირობები, ანუ ის მოცემულობა, ის შესაძლებლობები, ის
უნარები, რომელიც არის უკვე თავიდანვე ადამიანში წარმოდგენილი, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანი და საყურადღებო არის ისიც, რომ მოხდეს ამ პოტენციალის, რომელიც არის ადამიანში, შესაბამისად, მისი ძალების, შესაძლებლობების შესაბამისად რეალიზება. აი, როდესაც ამ ძალთა რეალიზებაზე არის საუბარი, ამ პოტენციალზე, რომელიც არის ადამიანში, ეს შეიძლება რეალიზდეს, ან შეიძლება შეიზღუდოს. აქ უკვე ძალიან დიდია გარემოს როლი, იმიტომ რომ როდესაც იბადება ადამიანი, ბუნებრივია, რომ მას ეს არ ხელეწიფება. ამიტომ ამ დროს მნიშვნელოვანი არის პირველადი გარემო და ეს პირველადი გარემო მოგეხსენებათ, რომ არის ოჯახი. ამიტომ ოჯახი ეს არის ერთგვარად ქვაკუთხედი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უმთავრესი ინსტიტუცია, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის განვითარებაზე. თუ კი გარემოდან რომელიმე ინსტიტუტს ავიღებთ, უპირველესად ეს არის და განვიხილავთ, ეს გახლავთ ოჯახი და შემდეგ ასაკის ზრდასთან, პიროვნების დასთან ერთად, ასაკის მატებასთან ერთად სოციალური წრე თანდათან ფართოვდება და სხვადასხვა ინსტიტუტები იღებენ უკვე მონაწილეობას. და ეს სხვადასხვა ინსტიტუტი შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე სკოლამდელი დაწესებულება, შეიძლება იყოს სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, უკვე სამსახური ზასრულობის ასაკში, სოციუმი ზოგადად, პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის თემა, პიროვნებისა და სოციუმის ურთიერთობის თემა, სტერეოტიპები, სოციალური მოლოდინები, წინასწარი განწყობები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ შორის სხვათა შორის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი თანდათან წრე, როდესაც ფართოვდება და სხვადასხვა ინსტიტუტები, როდესაც ჩნდება ადამიანის ცხოვრებაში, გახლავთ ასევე ეკლესია, როგორც მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. გარდა, ასე ვთქვათ, რელიგიური დანიშნულებისა, რაც არის, რა თქმა უნდა, უმთავრესი, ეკლესიას ასევე აქვს სოციალური მისია. ეს გამოიხატება ძალიან კარგად ჩვენს რეალობაში, სამრევლო სკოლებში, საკვირაო სკოლებში და მე ძალიან მოხარული ვარ და უსაზღვროდ მადლიერი ვარ, რომ ეს ტრადიცია უკვე წლებია მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით აღდგა და ძალიან ბევრ მოზარდს ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა საკვირაო სკოლებში მიიღოს განათლება და განათლებასთან ერთად უშუალოდ აი ეს ეკლესიური თემი, რომელიც იქმნება, ეს არის მნიშვნელოვანი და აი ეს ალილოს ტრადიცია, რომელიც აღდგა ასევე, ხომ? ანუ ადრეული ასაკიდანვე სწავლობს ბავშვი ამ სოციალურ მსახურებას. გარდა იმისა, რომ ოჯახში შეიძლება ეს ისწავლოს მშობლების მაგალითით, რა თქმა უნდა, მოწყალების გაცემა, ქველმოქმედება, სხვებზე ზრუნვა, ასევე ეკლესიის როლიც აი ამ კუთხით, აი ამ თვალსაზრისით შეიძლება ასე დავინახოთ. ის საყოველთაო მსვლელობა და ქველმოქმედებაში მონაწილეობის მიღება. ალბათ, ლანა, აი ძალიან საინტერესო საკითხს შეეხეთ, რაც სულიერებას უკავშირდება ბუნებრივია და ამ კუთხით მინდა რომ გავაგრძელოთ საუბარი ჩვენ მოძღვრებთან ხშირად გვაქვს ეს შეკითხვა და ამ საკითხებზე ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას, რომ რა ასაკიდან იწყება ადამიანის ცხოვრებაში აზროვნების ჩამოყალიბება სულიერების კუთხით და თქვენთანაც გვინდა რომ ეს საკითხი განმოვითაროთ, გავიაროთ, განმარტოთ, რა ასაკიდან ყალიბდება სოციალური აქტივობა ადამიანის ჩამოყალიბების პროცესში, აღქმა სულიერების, სარწმუნოების, ეკლესიასთან დამოკიდებულების სულიერ მოძღვართან, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რასაც ბუნებრივია სიამოვნებით მოისმენს ალბათ ჩვენთან ერთად ჩვენი მაყურებელი. გეთანხმებით, ნამდვილად მნიშვნელოვანი, ნამდვილად აუცილებელი და დღეს მით უმეტეს ძალიან საჭირო საკითხები არის ეს ყოველივე, რაც თქვენ ბრძანეთ, რაზედაც აქცენტები გააკეთეთ. რა თქმა უნდა, არსებობს საეკლესიო პრაქტიკა, სამოწყრო პრაქტიკა და შეიძლება ითქვას, რომ თანხwebdriver-ში არის, როდესაც პირველად იღებს ბავშვი, შეიძლება ითქვას, აი აღსარების საიდუმლოში მონაწილეობას. ეს რა თქმა უნდა, ეს არ არის შეიძლება იმ სიღრმის, იმ ასე ვთქვათ, გააზრების, როგორც შეიძლება დასრულ ადამიანს ჰქონდეს, მაგრამ სამოწყრო პრაქტიკაში მოწყვრებსაც აქვთ ეს გამოცდილება ურთიერთობის ბავშვებთან და მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბრებიან. რაც შეეხება სულიერ გამოცდილებას, ზოგადად მორალურ, ეთიკურს, ნეობრივ საკითხებს, ამის ქვაკუთხედი არის პირველ რიგში ოჯახში და მშობლის პირადი
მაგალითი, როდესაც მშობელს ხედავს მლოცველს, რა თქმა უნდა, ბავშვი, როდესაც ხედავს სიკეთის აღსრულებელს, როდესაც ხედავს როგორ ზრუნავენ მშობლები სხვა ადამიანებზე, არა მარტო პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, არამედ როდესაც ისინი თავიანთ ძვირფას დროს უთმობენ სხვა ადამიანებს და სხვებზე ზრუნვას, რა თქმა უნდა, აქედან იწყება უკვე პირველ საფუძვლების სიკეთის მარცვლები. სიტყვიერად დამოწყვრა, ხო შეიძლება სასაკვირველია და არის აუცილებლად პირადი მაგალითი, აი ზოგჯერ ვამბობ ხოლმე და ძალიან უყვირთ ხოლმე, რომ არ არის აუცილებელი ძალიან ვესაუბროთ ხშირად ბავშვებს ერთსა და იმავე თემაზე, ხშირად შევაგონოთ, ხშირად ასე ვთქვათ, განუმეოროთ ერთი და იგივე საკითხზე მივანიშნოთ, დავარიგოთ, იმიტომ რომ ზოგჯერ უკვე შედეგს იძლევა ხოლმე პირადი მაგალითი, ეს არის საუკეთესო ბავშვის აღზრდისათვის და ბავშვის განვითარებისათვის. და ზოგადად აი ეს ეკლესია როგორც აღვნიშნეთ, როგორც თემი, აი ამ პროცესში ჩართვა ბავშვის, აი ამ სოციალურ მსახურებაში ჩართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე. ერთ საკითხსაც თქვენის ნებართვით შევეხები, რადგანაც თქვენთვის საინტერესო იყოს და ალბათ ჩვენი მაყურებლებისთვისაც ეს საკითხი, რაც უკავშირდება სულიერ რელიგიურ, ასე ვთქვათ, ცხოვრებას, დაძალება ალბათ არ იქნება მაინც რეკომენდირებული. არც ასე ვთქვათ სამღვდელო პრაქტიკაში არის ეს, რომ დილის ასე ვთქვათ მსახურებაზე, თუნდაც 7 საათიან წირვაზე, ან 9 საათიანი წირვიდან სრულად დაესწროს ბავშვი მსახურებას. რა თქმა უნდა, ეს გაუხარდება ყველა მშობელს, სასიკეთო არის, სასარგებლოა სულისთვის, მაგრამ ეს მას უნდა უხაროდეს. ეს უნდა იყოს ასევე თანდათან უნდა შემოვიდეს, რა თქმა უნდა, ბავშვის ცხოვრება. და არა იცოლებით. ჩვენ საუბრობთ უკვე დაბადებულ პიროვნებაზე და მისი ცხოვრების განვითარების ეტაპებზე, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ასევე მისი მუცლადყოფნის პერიოდი, ხო? იმიტომ რომ აქედან იწყებს ზუსტად იგი გარკვეულ შეგრძნებებს, აღქმას სამყაროს და ასე შემდეგ და ასევე ოჯახის როლი, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობდით, ზუსტად მისი ჩასახვის წუთიდან იწყება აღქმა ამ ყველაფრის. ხო, რა მნიშვნელობა აქვს მუცლადყოფნის პერიოდში აი ამ ოჯახურ გარემოს და რაზე გავლენას ახდენს შემდგომ ის სწორედ მის ჩამოყალიბებაში. ძალიან დიდი მადლობა სოფიო, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და იმდენად ფაქიზი, იმდენად გრძნობი არის მუცლადყოფნის პერიოდი, უშუალოდ ჩასახვის პერიოდი, რომელიც თქვენ ახსენეთ, იმიტომ რომ ამის სხვადასხვა ფორმა დღეს თანამედროვე სამყაროში უკვე ჩვენ ვიცით, ამაზე ბევრ საუბრობენ. და ზოგადად ამიტომ ამბობ, რომ ძალიან საფრთხილო, ძალიან ფაქიზი თემა არის და რა საკვირველი არის, მე მხოლოდ გავამახვილებ ყურადღებას მუცლადყოფნის პერიოდზე, ქალბატონის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და აუცილებლად ახლა ჩემს გონებაში შემოვიდა და გაცოცხლდა ზუსტად 2 დღის წინ სამაგისტრო ნაშრომის დაცვა იყო და ესეც სასიხარულო არის საპატრიარქოს უნივერსიტეტში, სადაც ერთ-ერთ მაგისტრანტს ჰქონდა ნაშრომი ზუსტად ამასთან დაკავშირებით ორსულობის პერიოდში ქალის ფსიქოემოციური მდგომარეობა და ეს სასიხარულო არის და იქაც ასე ვთქვათ აღნიშნეთ შეფასების დროს, რომ ნამდვილად ფაქიზი თემა არის, აუცილებელი და როგორც ახალგაზრდა ასე ვთქვათ მკვლევარი, რომ დაინტერესდა ამ თემით, ესეც მისასალმებელია. რა საკვირველია, ხშირად ხოლმე ქალბატონის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ ასეთ დროს, მაგრამ ავიწყდებათ ხოლმე ზოგჯერ, რა თქმა უნდა, საბედნიეროდ ხშირ შემთხვევაში არა, რომ ქალბატონის ფსიქოემოციური მდგომარეობა უკაცრავად არის ძალიან მნიშვნელოვანი. მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა ნაყოფზე პირდაპირ ახდენს გავლენას და ზოგადად აი ეს ჩასახვის პროცესი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ხომ? ძალიან დიდი დატვირთვა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ქალბატონზეც ამ დროს, ხო? ანუ მისი ფიზიკური მდგომარეობაც როგორი არის ამ შემთხვევაში, ჯანმრთელობის ასე ვთქვათ თვალსაზრისით და ფსიქოემოციური თავისთავად, რომლის ხელშემწყობი პირველ რიგში უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მეუღლე, როგორც ყველაზე მისთვის ახლობელი ადამიანი, ისინი ერთად არიან ამ პროცესში ჩართულნი და ერთად უნდა გაიზიარონ ის სიხარული განსაკუთრებით მათ ერთად, რასაც ბავშვის დაბადება და მშობლობა ქვია. და რა თქმა უნდა, ოჯახი და ის გარემო, რომელშიაც მიმდინარეობს ეს ფეხმძიმობის პერიოდი. ანუ იმის თქმა მსურს, რომ ფსიქოემოციური მდგომარეობა არის
არის გადამწყვეტი და ხშირად უფრო პრიორიტეტი არის ხოლმე და უპირატესობას ანიჭებენ მაინც ფიზიკურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას, როგორ მიმდინარეობს სამედიცინო თვალსაზრისით, მაგრამ ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი არ უნდა გამოგრჩეს. თავისთავად ქალბატონო მნიშვნელოვანი არის ყველა ის საფეხური, რაზეც ვისაუბრეთ, ოჯახი, ბაღი, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი. აქ შეძენილი გამოცდილებები თავისთავად ჩვენს პიროვნების ფორმირებაზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს. შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანმა გამოიმუშაოს გარკვეული ფსიქოემოციური იმუნიტეტი, ასე ვთქვათ, რომ შეძლოს იმ გარკვეული გამოცდილებების გადახალისება, გადაფასება და თავისი პიროვნების გამოძერწვა, ასე ვთქვათ, სწორი ფორმით. და ეს გარკვეული გამოცდილებები, რომელიც არ მხოლოდ სიხარულთან, ზოგ შემთხვევაში შეიძლება უსიამოვნო ფაქტორებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რამაც თვითშეფასება საკმაოდ დაბლა შეიძლება დაწიოს. საკმაოდ ისეთი ფართო განხილვის თემა არის, როდესაც საუბრობთ უამრავი ასპექტით, უამრავი წახნაგით შეიძლება ეს საკითხი იყოს განხილული და დანახული. რასაკვირველი არის შესაძლებელი და ფსიქოლოგიაში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინი, ეს გახლავთ ფსიქოჰიგიენა. ფსიქოჰიგიენა, რომელიც აი გარემო სტრესორებისგან, ის დაძაბული გარემო, ის სტრესული გარემო ზოგადად, ის ყოველდღიურობა ადამიანის, რომელსაც მიყავს ადამიანის სწორედ ამ დაღლამდე, ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი ავიწყებს, ისეა ჩართული ხო ადამიანი ამ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ ეს ფსიქოჰიგიენა არის მნიშვნელოვანი, უმნიშვნელოვანესი და ადამიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ თუნდაც დღის განმავლობაში 10 წუთი, 20 წუთი დაუთმოს საკუთარ თავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არ მოხდეს ადამიანის შერწყმა მთლიანად იმ გარემოსთან, რომელშიაც მას უწევს ყოფნა და გარემომ არ თანთქას მთლიანად ადამიანი, მთლიანად პიროვნება. ამიტომ აი მუშაობა საკუთარ თავზე და ხსოვნა იმისი, რომ ცალკე არის ის მოვალეობები, ის პასუხისმგებლობები, რომელიც მას აქვს, მაგრამ ადამიანში არის კიდევ უფრო მეტი სხვა, ეს არის მისი სული, ეს არის მისი პიროვნება და გამიჯნა აუცილებლად უნდა მოახდინოს ადამიანმა. მაქსიმალურად ეცადოს ის, რაც მას დისკომფორტს უქმნის, განერიდოს. რამდენადაც შესაძლებელია. რასაკვირველია ეს არ მოხდება ერთ წუთში, ერთ წამში, ერთ ბაშად, ერთდროულად, თანდათან. თავარი არის, რომ პრიორიტეტად განსაზღვროს ადამიანმა საკუთარი, აი ეს ასე ვთქვათ, პიროვნება და ზრუნვა საკუთარ თავზე. ფსიქოჰიგიენა, ანუ დაიცვას გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან საკუთარი ფსიქიკა. ჩვენი საუბრის ბოლოს პროფესიებზეც მინდა რომ აუცილებლად გკითხოთ და პროფესიულად განვითარებაზე ადამიანის განაპირობებს თუ არა, შეიძლება თუ არა განაპირობოს, აი მომავალი პროფესიის არჩევა გარემოცვამ და ზოგადად რა როლი აქვს გარემოს პროფესიულად განვითარების პროცესში ადამიანის ცხოვრების განმავლობაში? ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია პროფესიას ადამიანის ცხოვრებაში, თუ ეს არის მისი არჩევანი. უპირველესად ამასაც გავუსვათ ხაზი, იმიტომ რომ ზოგჯერ პროფესიას, ზოგჯერ კი არა, ხშირ შემთხვევაში ირჩევენ ჩვენი მოზარდები იმ ასაკში, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ბევრ პროფესიას არ იცნობენ და შეიძლება სულ სხვა პროფესიაში იპოვონ საკუთარი თავი და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება სრულიად სხვა პროფესიაში შეძლონ. ამიტომ თუ ეს არის ადამიანის მიერ უშუალოდ მის მიერ არჩეული პროფესია, რა თქმა უნდა, რასაკვირველი არის, რომ აქ ჩანს და იკვეთება ადამიანის მსოფლმხედველობა და მისი ინტერესები, ასე რომ ბევრად უფრო კარგად შეძლებს საკუთარი შესაძლებლობებისა და პოტენციალის რეალიზებას ადამიანი იმ პროფესიაში, რომელიც მისი არჩეულია და თქვენ ის ნებართვით, რადგანაც გარემოზე საუბრობდით ჩვენ პიროვნების განვითარებაზე, ერთ საკითხს მსურს რომ გავუსვა ხაზი. რა თქმა უნდა, გარემო არის მნიშვნელოვანი, გარემო არის უპირატესი, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ეს არის პიროვნება, მისი არჩევანი და მისი გადაწყვეტილება. ჩვენ ვიცით, რომ ერთსა და იმავე გარემოში აღზრდილი ორი ბავშვი, ორი ადამიანი შეიძლება სულ სხვანაირად განვითარდეს და აქ სწორედ იკვეთება პიროვნული ფაქტორი. და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც, კაცობრიობის ისტორიაშიც ბევრჯერ ყოფილა ისეთი გარემოება, რომ შეიძლებოდა მაგალითად გარემოს სასარგებლოდ მიეღო ადამიანს გადაწყვეტილება
გადაწყვეტილება ან პირადი კეთილდღეობის სასარგებლოდ, მაგრამ ყველაზე უზენაესი მთავარი ღირებულება, რაც არის ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში, სწორედ აი ამ მარადიული ღირებულებების სასარგებლოდ მიუღია გადაწყვეტილება. ეს შეიძლება იყოს თუნდაც გრიგოლ ფერაძის მაგალითი, შეიძლება იყოს იანუშ კორჩაკის და კიდევ ასე ვთქვათ, ბევრი ხო შეიძლება გავიხსენოთ საბედნიეროდ ეს ადამიანები არიან ნათობნი ჩვენი ცხოვრების. და ჩვენი შეხვედრის ბოლოს რჩევის სახით რომ მივცეთ მშობლებს თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ჩვენს შვილებს მივცეთ საშუალება თანამედროვულად საკუთარი თავი იპოვნონ და ამავდროულად სწორ ლიანდაგებზე იარონ და ხელი შევაშველოთ რომ კალაპოტიდან არ ამოვარდნენ. სად არის ეს ზღვარი? კი ბატონო, ჩემი ძალიან მოგრძალებული ალბათ რჩევა შეიძლება დავარქვათ ამას, ცოტა კი ბატონო, შემიძლია რა თქმა უნდა, უბრალოდ რჩევის გაცემა ყოველთვის ხოლმე მერიდება, იქ გულწრფელად ვამბობ, მაგრამ აუცილებელია პროფესიული ნიშნიდან, კი, რა თქმა უნდა, პროფესიული თვალსაზრისით, რასაკვირველია, მშობლის პირველი და უმთავრესი, რა თქმა უნდა, დანიშნულება არის შვილის აღზრდა. აღზრდა, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ყველა მშობელმა დაინახოს, შეამჩნიოს და ხელი შეუწყოს იმ უნარებს, იმ შესაძლებლობებს, რომელიც არის მის შვილში და არა ისე, რომ თვითონ რაც სურს, თვითონ როგორც წარმოუდგენია, მხოლოდ აი ამ განუხორციელებელი მისი სურვილების რეალიზება მოახდინოს ბავშვის საშუალებით. ანუ ბავშვი არ უნდა იყოს მშობლის ხელში ინსტრუმენტი და ყოველთვის უნდა ხედავდეს მშობელი ბავშვის შესაძლებლობებს და მშობლობაც არის ზუსტად ეს, რომ ხელი შეუწყოს ამ შესაძლებლობების, ამ უნარების განვითარებას, მაგრამ პირველ რიგში უნდა იყოს გულისხმიერი მშობელი, უნდა იყოს ყურადღებიანი, რომ დაინახოს, შენიშნოს და ამოიცნოს აი ეს უნარები, რომელიც არის მის შვილში. ეს არის აღზრდის ალბათ უმთავრესი პრინციპი და შემდეგ ზომიერების დაცვა. როგორც მცენარეს, როდესაც ჩვენ უვლით, ვიცით, რომ ზედმეტი მზის სხივები შეიძლება მავნე აღმოჩნდეს ზოგიერთი მცენარისათვის. ასევე ზედმეტი წყალით, ზედმეტი მზრუნველობა ზოგჯერ პირიქით საწინააღმდეგოდ მოქმედებს ხოლმე და ამიტომ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ალბათ ჩვენაც ვიფასმა მშობლებმა. დიდი მადლობა. სტუდიის სტუმარი გახლდათ ფსიქოლოგი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი ქალბატონი ლანა სულხანიშვილი. ბერი ანდრიას ფონდში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ფონდის წლის შედეგები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე იმსჯელეს. საღამოს ესწრებოდა ჩვენი გადამღები ჯგუფი, შეგვიძლია ვნახოთ სიუჟეტი. ბედნიერი სახლი, ადგილი, რომელიც ადამიანებს ყოველ ჯერზე ახსენებს, რომ სიკეთე გადამდებია. ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი ამიერკავკასიაში ერთადერთია, რომელიც 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე ზრუნავს. ფონდი ფინანსების მოძიების მიზნით სხვადასხვა შინაარსის პროექტებს ეტაპობრივად ახორციელებს. ბედნიერმა სახლმა ამჯერად მორიგ ღონისძიებას უმასპინძლა. ფონდის დამფუძნებლები შეხვდნენ ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ხელმძღვანელ პირებს, მარკეტინგისა და ადამიანური რესურსების მართვის ცენტრის წარმომადგენლებსა და ფონდის აქტიურ მხარდამჭერებს. ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდში დღეს ვუმასპინძლეთ სხვადასხვა კომპანიებს და მათ ჩავაბარეთ ანგარიში 20-25 წლის მანძილზე რა გავაკეთეთ ჩვენ. იქიდან გამომდინარე, რომ ნაწილი კომპანიების ჩვენი ძველი მეგობრები არის, ჩვენ ვალდებულად ჩავთვალეთ თავი, რომ მათთვის ეს ყველაფერი აგვეხსნა და გვეთქვა, ხოლო ახალი კომპანიები, რომლებიც დღეს ჩვენ შემოვიკრიბეთ და დავიმატეთ, ამ კომპანიებს სახლის დავათვალიერებიეთ და თან კიდევ გავაცანით შემდგომი, აი ამ წლის 2026-ის გეგმები. იქიდან გამომდინარე, რომ
ფონდის შემოწირულობა ყოველთვის იკლებს ხოლმე, ამიტომ იყო დღევანდელი შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ამ კომპანიებისთვის შეგვეხედინებია შიგნიდან, ენახათ ჩვენ ვინ ვართ, რას ვაკეთებთ, ვის ვეხმარებით, როგორ ვიქცევით ამ ბავშვებთან, მათთან თანაცხოვრება ძალიან რთული და მძიმეა და მოგვინდა რომ ეს ყველაფერი გვეჩვენებია. ძალიან დიდი მადლობა მათ მობრძანებისთვის, დღევანდელი საღამომ ძალიან წარმატებულად ჩაიარა და მე მეიმედებიან, რომ მთელი წლის ჩვენ სხვადასხვა ღონისძიებებში შემოგვიერთდებიან. დღევანდელ ღონისძიებაზე ბერი ანდრიას ფონდში წარვადგინეთ ფონდში არსებული ტრენინგ ცენტრი და მასთან ერთად საერთო ასოციაცია ნიუმანეს დადებული აქვს მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვატარებთ პირველადი დახმარების ტრენინგებს. რაც ძალიან კარგია, მრავალმხრივარი კარგი, მაგრამ ორს გამოვყოფთი, ეს არის ფონდის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ეს არის პირველადი დახმარების შესახებ ცნობიერების ამაღლება. 2025 წელს 700 ადამიანს ჩაუტარეთ ტრენინგი, რაც იმას ნიშნავს, რომ 700 ადამიანმა გაიგო ფონდის შესახებ და ეს ძალიან გვახარებს. თან ტრენინგები ძირითადად ადგილზე მიმდინარეობს და როდესაც ესე ხელშესახებად ხედავ თუ სადმიდის ის ქველმოქმედება, რომელსაც თვითონ გაიღებენ ამ ტრენინგებში ჩადებული თანხით, ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალი და 2026 წლის გეგმები არის, რომ ჩავატაროთ უფრო მეტი ტრენინგი არა მხოლოდ არამედ პერსონალისთვის, არამედ მეტ პერსონალისთვის, რადგან ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე საექთნო და ასევე საიქიმო აკრედიტებული კურსი. შეხვედრაზე გასული წლის შედეგები შეაჯამეს. როგორც ფონდის დამფუძნებელმა აღნიშნა, 2025 წელს, რომელიც სრუნვითა და მნიშვნელოვანი შედეგებით გამოირჩეოდა, 5 ბავშვი სრულიად გამოჯანმრთელებული დაუბრუნდა საკუთარ სახლს. დღეისათვის ბედნიერ სახლში მკურნალობა და რეაბილიტაციის კურსი 396-მა ბენეფიციარმა გაიარა. საღამოზე განიხილეს ასევე კამპანია 121, რომელმაც მოსულ სტუმრებს შეახსენა, რომ დიდი ცვლილება პატარა ნაბიჯით იწყება. 2025 წლის ყველაზე ისეთი მთავარი რაც იყო ჩემთვის პირადად და ჩემი გუნდის წევრებისთვის ის რომ ჩვენ 5 ბავშვი გამოჯამრთელებული გავუშვით სახლში. ეს იყო ყველაზე დიდი მიღწევა და ამ მიღწევაში, მიზნის მიღწევაში სწორედ დაგვეხმარნენ ეს კეთილი ადამიანები და სხვადასხვა კომპანიები. 2025 წელს ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო სარეაბილიტაციო სახლმა უმასპინძლა 396 ადამიანს. სწორედ აი ამ ადამიანებზე ზრუნვისთვის არის საჭირო ყველა ის ღონისძიება, რასაც ბერი ანდრიას ფონდი ატარებს და ყველაზე დიდი გამოწვევა ამ წელს არის, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ დამხმარე შენობა სახლისთვის. რა თქმა უნდა, იმ ყველა საჭირო აუცილებელ, რასაც ვაკეთებდით აქამდე, ეს უბრალოდ კიდე დაგვემატა. და მე მინდოდა თქვენი ტელევიზიის მეშვეობით შევახსენო ადამიანებს, რომ ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი კამპანია 121 ყოველთვეში მხოლოდ 1 ლარი. ძალიან მარტივია და შეგიძლიათ ყველა ჩაერთოთ ამ ჩვენს ძალიან სახალისო და მეტად საჭირო კამპანიაში. ძალიან ბევრს შრომობთ ფონდის წარმომადგენლები, რომ სხვადასხვა სახით მივიღოთ შემოწირულობები და ბედნიერი სახლის შვილობილებს გქონდეთ. არა მხოლოდ ბედნიერ სახლში ცხოვრების უზრუნველყო ესეთი ბედნიერი ყოფა, არამედ მათთვის ვცდილობთ, რომ გარდა იმ დაფინანსებებისა და საჭიროებებისა, რომელსაც ფონდი მუდმივად უზრუნველყოფს, ძალიან ბევრი ბედნიერის დღე შევქმნათ ფონდის გარეთაც და დასამახსოვრებელი იყოს მათთვის დღეები, რომლებიც შორიდან ალბათ ძალიან ძიმედ გამოიყურება, მაგრამ ბედნიერ სახლში შემოსვლის შემდეგ მაქსიმალურად ფერადი და ბედნიერი ხდება. შეხვედრაზე გაჟღერდა 2026 წლის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც მიმართულია სოციალურ პროექტებსა და ორგანიზაციებთან გრძელვადიან პარტნიორობაზე. მთავარი მიზანი კი იყო მომავალი წლის პრიორიტეტების წარდგენა ღია დისკუსიის ფორმატში, რათა ფონდმა შეძლო საქმიანობის კიდევ უფრო სრულყოფა და სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის ხაზგასმა თანამშრომლობის გასაძლიერებლად. წარმატებები გვინდა უსურვოთ ქალბატონ თინათინს, ბერი ანდრიას ფონდს და დიდი მადლობა ჩვენს შემოქმედებით ჯგუფს და კონკრეტულად ჟურნალისტს მომზადებული სიუჟეტისთვის. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. სოფიო კუჭავა და გეგინია მსიტვერძე მუშაობთ თქვენთვის. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვოთ ყველას.
წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ და მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის. ნახვამდის. ხვალამდე.